ჩვენი დღის წესრიგი არ არის აწყობილი იმაზე, რომ შენ ხარ ყოფილი ქოცი, შენ ხარ ქოცი, შენ ხარ გახქოცი. და 27 ესეთი ადამიანი არის დღეს ქართული ოცნების სიაში, რომელიც ნაცმოძრაობის პარტიულ სიაში იყო. აი ეს სტრატეგიულად რამდენად აწყობს ზოგადად საზოგადოებას? იქით ამ მხარეს ყავს გელათის მგრეველი, კაცების გათხოვების შიშით შეპყრობილი, deep state-თან მეომარი და ვლადიმირ პუტინთან ბუდიშის ფრთელი პარტია და. კი, ქართული ოცნება ძალიან ცუდია, იმიტომ რომ პრორუსულია, ნაციონალური მოძრაობა შედარებით უკეთესია, რადგან პროევროპულია, თუმცა გახარიას და ქოცებს მეტი არა აქვს საერთოდ ვიდრე ნაცმოძრაობას და ქოცებს. მაგაში გეთანხმები, მაგრამ მეორე მაგაში მე გეთანხმები, რომ მე უნდა შემსრულდეს. აი, ქართული ოცნებიდან ისე გადმოდიან ოპოზიციაში, ერთ ბოდიშს არ იხდიან. ზუსტად იგივე სახელები და გვარები, ზუსტად იგივე დავალებებს ასრულებენ, ოღონდ სხვა ადამიანის. სანამ მე და ჩემი მეგობრები წარმოვადგეთ ნაციონალურ მოძრაობას, სასამართლო სისტემაში ვერ იქნება ის, რაც აქამდე იყო. და ნაციონალური მოძრაობა არის ყველაზე დიდი მივესალმები ხოლმე.